ირანი გონზე აღარ იყო მას შემდეგ, რაც ისრაელისგან მძიმე შურისძიება მიიღო. მან საკუთარი საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა, თელ ქვეყანაში ფრენები გააუქმა და ახლო აღმოსავლეთი კვლავ ომის განგაშზე დააყენა. ამ ორშაბათს 2026 წლის 8 ივნისს ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანული რაკეტები ისრაელის მიმართულებით გაუშვეს, როგორც პასუხი ისრაელის თავდასხმებზე. დაკავშირება ჰეზბოლასთან ლიბანში. ისრაელის რეაქცია იყო დაბომბვები ირანის შიგნით მდებარე ობიექტებზე. იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ჩაერთო კრიზისში, რათა შეეჩერებინა ნეთანიაჰუსთვის პასუხის კიდევ უფრო მასშტაბურ შეტევად გადაქცევა, სინამდვილეში რა მოხდა? რატომ დახურა ირანმა საჰაერო სივრცე? როგორ შეაჩერა ტრამპმა კიდევ უფრო დიდი ომი? ეხლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ისრაელმა ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ირანის ტერიტორიაზე შეტევებით უპასუხა. უახლესი ინფორმაციის მიხედვით დაბომბვებმა ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს დაარტყა, მათ შორის ობიექტებს, რომლებიც სამხედრო წარმოებას უკავშირდება. ისრაელის მთავრობამ ეს ქმედება თეირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე გაშვებულ რაკეტებზე პირდაპირ პასუხად შეაფასა. ირანმა სცადა ეს შეტევა ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე შურისძიებად წარმოეჩინა, მაგრამ ვითარება თავად რეჟიმის წინააღმდეგ შემოტრიალდა, როდესაც ისრაელმა აჩვენა, რომ ახალი რაკეტების ტალვის წინაშე უკმად არ დარჩებოდა. უფრო სერიოზული ნაბიჯი მალევე მოხვა. ირანმა ქვეყნის მასშტაბით ყველა ფრენა გააუქმა შემდგომი განკარგულების მიღებამდე, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ავიაციის უწყებამ ოფიციალური შეტყობინება გაავრცელა. ბრძანებამ ირანის დასავლეთ საჰაერო სივრცე დახურა და პრაქტიკულად ყველა აეროპორტი პარალიზებული დატოვა. მცირე გამონაკლისით მაშჰადის აეროპორტისა, რომელიც მხოლოდ მომლოცველთა დასაბრუნებლად მუშაობდა. როდესაც ქვეყანა სამხედრო კრიზისის დროს საკუთარ საჰაერო სივრცეს კეტავს, ეს ძალიან ნათელი სიგნალია. მთავრობა ახალი თავდასხმების შიშით ცდილობს დაიცვას მნიშვნელოვანი მარშრუტები და თავიდან აიცილოს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავები აღმოჩნდნენ უკონტროლო ესკალაციის ეპიცენტრში. ამ გადაწყვეტილებამ თეირანში არსებული შიშის მასშტაბი გამოავლინა. ირანის რეჟიმმა ძალის საჩვენებლად რაკეტები გაუშვა, მაგრამ იძულებული გახდა საკუთარი საჰაერო სივრცე დაებლოკა, რათა ეცა და ისრაელის საპასუხო დარქმას ახალი სუსტი წერტილები არ ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ირანული პროპაგანდა წინააღმდეგობაზე საუბრობს, სამოქალაქო ავიაცია და აეროპორტები პარალიზებულია და ქვეყანა ისე იქცევა, თითქოს კიდევ ერთ დარტყმას ელოდება. მოსახლეობა პირველ რიგში სამხედრო ავანტიურის ფასს გრძნობს, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქე რჩება ფრენის და პროგნოზირების გარეშე და არ იცის, იქნება თუ არა შემდეგი აფეთქება ბაზაზე, ქარხანაში თუ მნიშვნელოვანი ქალაქის მახლობლად. ტრამპი კრიზისში ჩაერთო, რათა შეეჩერებინა ღია რეგიონული ომი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელსა და ირანს სთხოვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სროლა და განაცხადა, რომ ორივე მხარე ცდილობს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. ტრამპმა სცადა შეეჩერებინა ნეთანიაჰუს პასუხის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა, ისე რომ უპირატესობა ირანისთვის არ მიეცა. თეთრი სახლისთვის ირანის რეჟიმის პროვოკაციაზე უპასუხოდ დატოვება სისუსტედ ჩაითვლებოდა, მაგრამ უკონტროლო ესკალაციის დაშვებამ შეიძლება მთელი რეგიონი კონფლიქტში ჩააგდოს. უფრო ძვირი, უფრო ხანგრძლივი და უფრო რთული სამართავი. ნეთანიაჰუ ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ისრაელი პასუხის სიმტკიცის შენარჩუნებას ცდილობდა. პასუხი. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა მზად იყო ოპერაციების გასაგრძელებლად საჭირო დროის განმავლობაში. მათ შორის ირანის ართგენელი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგაც. ამერიკის ზეწოლის შემდეგ ისრაელმა ასევე მიანიშნა, რომ შეწყვეტდა თავდასხმებს ირანზე, თუმცა შეინარჩუნა უფლება ეპასუხა, თუ თეირანი ან მისი მოკავშირეები კვლავ შეუტევდნენ. ფაქტობრივად ტრამპმა ირანი არ გადაარჩინა. მან შეამცირა აფეთქების მასშტაბი, რათა შეენარჩუნებინა პოლიტიკური კონტროლი თეთრ სახლში. ლიბანი კვლავ დარჩა ამ მექანიზმის ყველაზე მგრძნობიარე წერტილად. ისრაელმა გააძლიერა შეტევები ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამხრეთში და ბეირუთის შემოგარენში. ირანის მხარდამჭერ მილიციას პირდაპირ საფრთხის ნაწილად მიიჩნევს. ჰეზბოლა ესხმოდა ისრაელის ჯარებს და ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აცხადებდა, რომ ლიბანში მიმდინარე კამპანია ავტომატურად არ უნდა იყოს დაკავშირებული ირანთან მოლაპარაკებებთან, სწორედ ასეა. თეირანი ცდილობს ლიბანი პოლიტიკურ ფარად გამოიყენოს. როდესაც ისრაელი ჰეზბოლას ულტღამს, ირანი პასუხობს რაკეტებით და ცდილობს მილიცია გამოიყენოს როგორც საბაბი, რომ მთელი რეგიონი ააგიზგიზოს. პრობლემა ირანის რეჟიმისთვის ის არის, რომ ეს სტრატეგია ასევე აჩვენებს მის დამოკიდებულებას შეიარაღებულ მოკავშირეებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჰეზბოლა ლიბანში, ჰუთები იემენში და სხვა ჯგუფები, რომლებიც თეირანს უჭერენ მხარს, მოქმედებენ როგორც ზეწოლის ბერკეტები ისრაელის წინააღმდეგ.
მაგრამ, როდესაც ეს ჯგუფები მოქმედებაში ერთვებიან, ისრაელი იღებს უფრო ძლიერი თავდასხმის გამართლების საფუძველს. შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში უფრო დიდი გავლენით ერთვება, ხოლო ირანი საბოლოოდ აღიქმება როგორც რეგიონული არეულობის ცენტრი. ზღვაში კიდევ ერთი განგაში ჩაირთო. ომანის მახლობლად სატანკო გემს ცეცხლი გაუჩნდა მასირას კუნძულიდან დაახლოებით 15 საზღვაო მილის მანძილზე, რამაც ეკიპაჟის ევაკუაცია და ომანისა და ინდოეთის ხელისუფლების რეაგირება გამოიწვია. მიზეზი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, მაგრამ ხანძრის დროს მაშინვე გაჩნდა ეჭვები. რადგან რეგიონში უკვე არსებობდა მუქარის ატმოსფერო, ირანსა და მის მოკავშირეებს საზღვაო მარშრუტები ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებდნენ. თუნდაც ოფიციალური დადასტურების გარეშე, ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ შეიძლება ნებისმიერი ხანძარი ზღვაში ამ ზონის მახლობლად გახდეს საფრთხის ნიშანი ნავიგაციისთვის, ენერგეტიკისთვის და ვაჭრობისთვის. ხუსიტებმაც გაზარდეს დაძაბულობა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ისრაელი დაარტყეს და რომ ამიერიდან ისრაელის საზღვაო მოძრაობებს სამხედრო სამიზნეებად განიხილავენ. ეს მუქარა ავტომატურად არ ბლოკავს გლობალურ ვაჭრობას, მაგრამ აშინებს კომპანიებს, სადაზღვევოებს და ოპერატორებს, რადგან ხუსიტებს უკვე სამიზნეები აერიათ, ან სამიზნეების წრე გაუფართოებიათ კრიზისის სხვა ეტაპებზე. საუდის არაბეთსაც მოუწია პანიკასთან გამკლავება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები პრინცი სულტნის ავიაბაზასთან დაკავშირებულ განგაშზე. საუდის არაბეთის მთავრობამ უარყო, რომ ავიაბაზა პირდაპირ სამიზნე იყო. მან განგაში დაუკავშირა იემენიდან გაშვებულ რაკეტას, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთის საზღვართან გაქრა. ამ დეტალის მნიშვნელობა დომინოს ეფექტშია, თუნდაც მაშინ, როცა თავდასხმა არ დადასტურდება. საუდის ბაზის სამიზნედ ქცევის უბრალო შესაძლებლობაც კი აჩვენებს, რომ კრიზისი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ისრაელითა და ირანით. ის წვდება სპარსეთის ყურეს, წითელ ზღვას, ლიბანს, იემენს და მარშრუტებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ. აქედან გამომდინარე, ისრაელი უნდა გააგრძელოს ზეწოლა ჰეზბოლაზე ლიბანში, რადგან ამ დაჯგუფებას ჩრდილოეთ საზღვარზე პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს. ირანი შეეცდება ეს პაუზა გამარჯვებად წარმოაჩინოს, მაგრამ ფრენების შეჩერება აჩვენებს, რომ რეჟიმი კვლავ ელოდება ახალ დარტყმებს, თუ ახალი პროვოკაცია იქნება. ტრამპი სავარაუდოდ გააგრძელებს შეერთებული შტატების დიპლომატიური ძალის გამოყენებას, რათა კრიზისმა ხელი არ შეუშალოს. უფრო ფართო შეთანხმება თეირანთან, ისე რომ ირანს არ მიეცეს საშუალება რაკეტები, მილიციები და საზღვაო მუქარები შანტაჟის იარაღად აქციოს. სიტუაცია კვლავ არასტაბილურია, რადგან თითოეული ფრონტი მეორეს ამარაგებს. ლიბანში შეტევა შეიძლება ირანული რაკეტების ისრაელისკენ მიმართვას გამოიწვიოს. იემენიდან გაშვებულმა რაკეტებმა კი შესაძლოა საუდის არაბეთში განგაში გამოიწვიოს. ომანის მახლობლად ცეცხლში გახვეული გემი შეიძლება საზღვაო ბაზარზე განგაშის მიზეზი გახდეს. ირანში გაუქმებული ფრენა კი შესაძლოა ახალი შეტევის შიშზე მიუთითებდეს. შემდეგი ეტაპი ამერიკის ზეწოლის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული ნეთანიახუზე. თეირანის სიმამაცისთვის, რომელიც აგრძელებს პროვოკაციებს და ხუთებისა და ჰეზბოლას შესაძლებლობისთვის რეგიონი ახალი თავდასხმების ტალღაში ჩაითრიონ. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, ასე უფრო მეტად ჩაერთვები ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, გლობალ.